საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ. Skdeba kepa. Maka sad არის ბალიშები მე რო შევაკერინე? შენთან არის არ წამომიღია მე. მე ვერ წამოიღე. რამ გაყიდინა ეს ქვასავით ბალიშები რა. ორთოპედიული ბალიშებია დედა. ორთოპედიული არა. აი მე წნევა მაქვს. გამიზომე რა მოდი წნევა და წამალს დავლებ რა. გააქ აპარატია, იმიტომ მე არ მაქვს. ღმერთო ნუ გადამრე. Კაი, ჩემზე არ გიფიქრიათ, მაგრამ თქვენ 4 სულიან ოჯახს ერთი წნევის აპარატი არ უნდა გქონდეთ? აბა, იმ დღეს სანდრომ თხოვა, წნევა გამიზომეო და იყო არა ეხლა ამა და სამაიმუნო თემა. ნუ გავუსინჯავად დავლებ პირდაპირ. ისე თერმომეტრი მაქვს და თუ გინდა ციცხვი გაიზომეთ. მაგა გააჩერე ეხლა ეს რა. არა, რა ვიცი, იქ არსებობს წნევას და სიცხის შორის რამე პროპორციული ან არაპროპორციული კავშირი თქო. გეხოცე ბავშვებს შეხედე რა 2 საათია ვეძახი და არც ერთი არ გამოდის. დე, გინა აექვე უცებ მეზობელს გამოვართვა წნევის აპარატი. არ მინდა არა მაინც მივდივარ და ლეილა გამიზომავს. მიდიხარ? აბა არ მივდივარ მაკა. ვინმე მხონდა მიხედოს იმ საცხობს. თუ შენ ქმარ დავეკიდო კისერზე. კაი, როგორც გინდა. მე რომ მინდა რა, სულ ეგრეა. რა გინდა? ვაიმე, ბება, შენი ერთი კოცნა მინდა მეტი არაფერი. გინაცვალოს ბებიშე. აუპე. რომ მითხარი, ხაჭაპურს მოგიტანო, საღამოსა ხო არ დაგავიწყდა? რას ქვია, დამავიწყდა. დღეს შენთვის სპეციალურად ძალიან დიდ ხაჭაპურს გამოვაცხობ ბევრი ყველი. ჯეს. ანუ მოხვალ ხო? ისეთი თვალებით მიყურებს შენი ქმარი? არ მოვალთქო რო თქვა, ენა არ მომიტრიალდება. მადლობა დე. დე, დღეს სკოლაში შენ გამოვიყვან? თქვენ მოგიწევთ თქვენით მოსვლა, მაგრამ მამა დავხვდებათ. შეიცვალა ბები ყველაფერი. კაცები სახლში, ქალები სამსახურში. ვირუსი აქვს და რა ქნა? მამამისის გულისთვის თვალებს ამოგჩიჩქნიან რა. წავედი მოკლედ. ვაიმე, რა თქო შეგაშინე? არა, პირიქით გამახარე. დაანებე კაცო თავი, მაგრამ დილით მიდოდა გამერიწყე, მაგრამ ბავშვებს აგვიანდებოდა. შეეშვი შენ. კარგი რა, ყველაფერი შენ რატო უნდა აკეთო? იმიტომ რომ შენ ეს ყველაფერი დაიმსახურე. ხო? კარგი რა. დაიყო, ბევრს იცნობ შენ და ის. შეხედე რა შვილები გაზარდე. ან რამე უღლეხა. ღმერთო რა ბედნიერი ვარ. ღვთისხალობით სულას უნდა იყოს. ჩაისტალე? არ გინდა, არაფერი გამიგზავნე. ნახე რა მოგიტანე. ვაშლის ნამსხური მოგიტანე? უკეთინო ხავაში არ უგიყვარს. ვაიმე რა კარგია. მადლობა. კარგი რა. რა გინდოდა ახლა ეს, ამის თავი გქონდა? წავიდა იზრუნათი. ღვთისხალობით ყველაფერი დაალაგდა. აბა. გახსოვს ბოლოს რო ყურძენი ვიყიდეთ. მე რომ ნერვიულობდი. დავაგვიანეთ მეთქი. თურმე კაცმა მაღაზია ადრე არ უნდა იყიდო ყურძენი. ცარიელი გლუკოზა ნათი. და კარგია ეგ? სასწაული ნათი. გადარეულია ჩვენი ტექნოლოგია. ასეთი ღვინო ჩვენ არ გქონია. ვაიმე რა კარგია კოტიკო. ისწავლობით. ანუ მანქანასაც აღარ ვყიდით? ნუ ახლა სანამ ახალს არ ვიყიდით. დე.
მა, ჯიპი ვიყიდოთ ან ბეტმენის მანქანა. ვიყიდოთ, მამი, ვიყიდოთ. მათე შენ რა უნდა გითხრა? ბეტმენის ნომერი ხო არ იცი, მამი? დაურეკოთ იმ კაცს, იქნებ ყიდის. როგორ მოხდა ვანო რო აგვიანებს? ეთყობა იმ ქალმა იპოვა და მაიმუნი გოგო ხარში. აბა სხვა რა ვიფიქრო ცხოვრებაში არ დაუგვიანია. აი ბატონი ვანოც. ეხლა ვლაპარაკობდით შენზე. ჩემზე რა და სალაპარაკო შემოგერიდეთ, ხო? არა, უბრალოდ არასოდეს დაგიგვიანიათ და ზურამ გამომიარა ბატონო დილაუთენია და ობიექტზე ვიყავით. ყველას რო ანგარიში უნდა აბარო რა. არა, საწყენად არ გვითქვამს. უბრალოდ არც მე მწყენია, ვარაგერ ჩემთვის. ვანო იმ ქალზე რა გაარგვიე? ვინ ქალზე? აი გუშინ რო იყო. არაფერი და არც მაინტერესებს. თქვენ რა შემომიჩნდით კაცო? საქმე არ გაქვთ რო გააკეთოთ? კარგი ჩუმად ვართ. ყავა გინდა თვინმეს? აუ მე მინდა. ჩემთვისაც ვიკეთებ და შენ? რაღაც მერიდება იცი სულ შენ რო გავალებ. შენ ხარ ზურას ასისტენტი. ჩვენი არა. არა, არ მეზარება. ბატონო ვანო თქვენ? მე მითხარი რა? აღგნებავთ? იყოს, გამისკდეს ბარემეს გული. ბატონო ვანო, კარგად ხართ? ცუდად რატო უნდა ვიყო? ვაიმე გულიო და არ შემარჩინოთ ახლა ერთი სიტყვა. ნინი, სანდრა, დამელოდეთ. აუ დაელოდე რა, შენი დაქალია. პასტებს რო გაძრებს ხოლმე შენი მეგობარიც ხო არის? ჰა, სწორი შენი შნა. ნინი, გამოვარ, თქვენ შედის სკოლაში. აუ, გინო მოგერი რაღაც გაჩვენა, ნათლია ჩემო ჩამომიტანა. მეც მაინტერესებს რა არის? მეც მინდა, მაგრამ ბუნება მაქვს დასაწერი. გუშინ ღამით არ დაწერე? ბოლომდე ვერ მოასწარი და ორი კითხვა დამჩა. კაი, შენ წადი და შენ მერე განახე. რა უნდა განახებინა, აბა? არაფერი მოიტყუა. რაღაც უნდა გითხრა. რა უნდა მითხრა, აბა? რა და კატო კიკნაძე ძალიან ცუდი გოგოა. რა? საიდან მოიტანე? ცუდი გოგოა, ჭორიკანა. რა? ჩემ მეგობარია. მეგობარი და ზურგს უკან რა დაგცინის? ინსტაგრამზე ვნახე როგორ დაგცინოდა ფოტოზე. აუ, დედოს ფიცა ვარ კი არ მიხარია, ბოლოდ არ მეყვარს ეგეთი გოგოები და არ მინდა რომ მოგწონდეს. არ მჯერა. თუ არ გჯერა ფოტოს განახებ და სპეციალურად ჩავიგდე. კომენტარი წაიკითხე. ბოდიში. რა გინდა რატო არ მეშვებია? ეხლა გაგახსენდი? გამახსენდი? შენ გონია დამავიწყდა რაც გამიკეთე. კიდე მე გაგიკეთე? შენ შარზე ხარ? შარს განახებ მე შენ თუ გადავირიე. ჩუბად. სინდისი შენ არ გაგდა ნამუსი, მაგრამ მე მუშაობ აქ. აი ხალ მე ყველას გავაგებინებ შენ ვინც ახარ და რაც ახარ. ჩუბად მეთქი. ეხლა წადი აქედან და შენი ფეხი აღარ ვნახო აქ მოდმული. ეგ შენი საქმე არ არის. მე სად წავალ, ვისთან წავალ და როდის წავალ? წადი მეთქი არ გესმის? ახლა მე წავალ, მაგრამ ასე ადვილად თავიდან ვერ მომიშორებ, გასაგებია. ვერ მოგიშორებ. მაგასაც ვნახავთ. მაგასაც ვნახავთ. ნამუს გარეცილი ეს. რას გახარა? იქეთ მივდიოდი. მიდი მე. სადაც შენ ნიკაცამე ერთად წავალთ ალალამე ალალაშენ უწის უმბერი ვაი მეტასო მოდი შემოხვიდე ამ წამს მათემ გამოდო კარიერის მანქანა მოუტანე და გაგიჟდა ისე გავხარდა შევარდა თავისათვის აი მე ძალიან გვანებივრებ რა ცუდია მერე შენ ელენე როგორ გავანებივრე ეგ უნდა ნახო ისეთი ჭურჭელი უყიდა ნათია სამივე სახელით ოღონ ეხა მანქანა შემოხვდა ამაზე რა ამოძრება და მე განახებ ელენეს კაი მაგრამ გითხარი რა გადაიხადე და სამზე გავიყოთ მაგაც გადაირევა ხო იცი და რა გადარევს ვითომ ერთი მაგან თავის კრედიტებს მიხედავს ურჩევნია თან ხო გითხარით კაც გუგა იხდის ყველაფერს თქვა რაც უფრო მეც გაიწეწება ეგ იდიოტი მით უკეთესი ჩემთვის
აი ერთხელაც რომ გადაწყვიტოს გუგამ და აღარ მოგცეს ფული, რა უნდა ქნა? რას ქვია არ უნდა მომცეს? ვაიმე, ნათია, მითხარი რომ ჯვარი მწერია ეხლა. მითხარი. ჯვარი გწერია დასო. ხო და ჯვარი მწერია. მე არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხარ. რა მადლობა უნდა გადამიხატო, კაი რა. ანდა ის რო მიდი რა ერთი მაგარი ყავა გამიკეთე რა. ოღონდ შენ რო იცი წყალწყალა ისეთი არა, ცოტა მაგარი. კარგი უკოფეინო ყავა, მაქვს ხო არ გინდა? ნეტა მე რო ორსულად ვიყავი, მეც ესეთი ვიყავი და იმიტომ არ გავაჩინე მეორე თუ რა არის ვერ გავიგე. გუგუ, მაგარი ყავა მინდა მეთქი რა უკოფეინოს თავაზო. არ მინდა ჩაი გამიკეთე გეხოცა. წვანე? აი მე წყალს დავდევ მე თვითონ. ბატონო ვალა მორჩი მე და გადმოგიგზავნეთ ნახაზი. ო, კაი. მე ვნახავ რა, რაღაც ვერა ვარ კარგად და. რა გჭირს? მეც გული მიფრიალებს და თავი მткиვა ცოტა. აი მე ყავა მხარ გიქნათ? კი ვიცი მე რამაც მიქნა, მაგრამ ხო არ გინდათ სახლში რო წახვიდეთ? კი. ასე ჯობია. აი მე მანო რა გჭირს? მიდი რა დარეკე სასტრაფოში რაღაც ფერი არ მომწონ. არ მინდა სასტრაფო. არც მე მომწონ ხართ, მაგრამ სასტრაფოს ხო არ ვიძახებდაც. წნევას გაგიზომო და ჩვენს დავმშვიდდებით. დავრეკო? მიდი. მშვიდობა? კარდიოგრამა წესრიგშია, ცოტა ცნებაა მაღალი, მე უფრო ვეგეტატიური კრიზი მგონია. ანუ? რაიმეზე ხوار გენერიულია ეს დღეები. სანერვილო ხომ არაფერი შეგხვდათ? მოდი მე ახლა დამამშვიდებელს გაგიკეთებთ და მე სახლში წაიყვანეთ, კარგით? იცამდერი ხალე ეგეცე. თელის კამოვიდნენ. მე რა გარბერინებ და აგერ ვიყავ. ტელეფონს მაინც უპასუხე ხოლმე. არ მინდოდა. კაი, ხო, პატიო. ვინ გთხოვა? ვიცი რატომაც ხარ ეგეთი ცუდ ხასიათზე. შემთხვევით მაშამაც ხო არ გითხრა? კი, გუშინ, აი ბოდიში რა მართლა არ ვიცოდი როგორ უნდა მეთქვა. ძალიან მეწყინა. რა ცუდი გოგო ყოფილა ეგ კატო. არა? შენი აზრით მართლა მასე ფიქრობს? რებს იძახე. მართლა ნაზრის ხელს გავარ. ჩემი კლასელები შენზე გიჟდებიან. მართლა. დედას ვიცავარ. აუ, მაგ კატომ სადაც მარტო იაროს და თავის ბოთე ძაღლი ატაროს. ძაღლს რაღაც ეჭვი. ძაღლი ხო, ძალიან საყვარელია. წამოგინა ბურგერი ვჭამოთ, მე დაგპატიჟებ. ბემომ გულში მომცაო ცილარი. თუ არ გინდა, კაი. კაი, ხო, წავიდეთ. ბატონო, მან უკითხართ? კი. პრინციპში წავიდოდი ჩემი მანქანით. ვერ წახვიდოდით, იმიტომ რომ დამამშვიდებელი გაქვთ გაკეთებული და მაგ დროს არ შეიძლება საჯესთან ჯდომა. მერე მშვიდად ზიარული არ ჯობს. რახან ხუმრობთ, ესე იგი უკითხართ. ხო, უკეთვა არა, მაგრამ მართლა ცუდად რო ვიყავ, იმიტომ გამოგაძახებინეთ ექიმები, თორე რაც მე მაგათ ვერ ვიტან. რატო? დაგეხმარდნენ გიშველეს, რატო? აიცი. ბატონო, მე მგონი თქვენ იმ ქალმა აგანერვიულად მოსული რო იყო. ის ქალი არ მიხსენო ძლივ დავიწყდარი ნერვები. კი ბატონო, არ ვახსენებ. მაგრამ ისე იცოდეთ, თუ რამეში დაგჭირდებათ ჩემი დახმარება, მე მზად ვარ. მადლობა ბატონო, მივხედავ მე თვითონ. ვიცი რომ მიხედავთ, უბრალოდ რა ვიცი, მოსმენა მაინც ხო შემიძლია, რა? ოკეი, გავითვალისწინებ. აქ მარჯვნივ ხო? ხო, აქ მარჯვნივ და იმ კორპუსთან გამიჩერე იქ
მეზობლები დაინახავენ, დაიწყებენ ჭორაობას, მერე ვიღაც გოგო მოიყვანა, არ მაქვს მაგათი თავი. კაი. ელენ ძალიან გემრიელობები გეკეთებია. თან. ხო, აი ესე მარტივად უცბად ჩაჯდა მანქანაში და თინასგან მოიტანა საჭმელი. ხო, ნუ რა მექნება? ერთი ტაფა და ერთი ქვაბი გვაქვს სახლში. არა უშავს. ღმერთი ყველაფერს მოგცემთ. აბა რა, ჯერ მარტო ღმერთის ხელით დღეს რამდენი ჭურჭელი მოგვიტანა. ძალიან მაგარი გოგო ხარ და მაგრად მოყვარ. მარტო ნათია, ძალიან მაგარი გოგო. ნათია უკონტროლდება. ყველანი ძალიან მაგარი გოგოები ხარ და მაგრამ მიყვარხარ და გამიხარდა რომ მოხვარ. მოხდა. მე ინდეს სალონოს მომათხმევინებთ. ისა ცოტა სივიწროვეში კითხავთ. მე მგონი ბინა გაქვს შესაძლებელი. კი, კი. ამ ხელა აშოტილი გოგო რო გინდა ცოტა გასაქანიც უნდა მისცა. ხო, ნუ ვეძებთ რაღაცებს ჩვენც. თქვენც თუ რამე იპოვეთ, გითხარით, ხო? ჩემ კორპუსში ქირავდება მეორე სართულზე. არა, ქირით არ მინდა. მიჩვენია კრედიტი გამოვიტანო და ვიყიდო რა. ვაიმე რა ბედნიერება, ღმერთო. განსაკუთრებით ბედნიერება კრედიტი. მე რას ჯობი ახალ სახლს, მყუდრო ოჯახს, იდილიას. შენ აღარ პრობლემა. არა, კაი ბიჭი ვარ. ეს სულ ესეთი საყვარელი იყო თუ ეხლა გახდა? სულ ესეთი იყო. ვაი, აბა ძალიან შეიცვალაო. ბებო დამიდა რა. მოიცა ბები მოვიდეს რა სანდრო. ხედავ არ მოდის. აჰა. მოდი. მოდი ბები, მოდი ნახე. რა ხაჭაპური მოგიტანე, ა? ამდეს ვერ შევჭავ, არ მინდა. არ გამაგიჟო ეხლა, გადავყევიზდეთ. ой, მე ძალიან გემრიელია. დაჭირს ამას რატოა ესე უხასია? არ ვარ უხასიათო. ზაზა, არ გინდა ცხელი ხაჭაპური? თუ შენი თავიც გეზარება ცხელი. რა კარგად ვთქვი. აიმე. გალბატონო მანანა. აი ჩვენ შორის არის რაღაც ტელეპათიური რა. აი ხო, ვიწექია რა. უცებ რაღაც ძალამ წამომაგდო ფეხზე. გამოვდივარ სამზარეულოსკენ და თქვენ არ მეძახი? ნუ რა მაიმუნი ხარ? მაიმუნი. რბილი ცომი. ყველი იდეალურადაა დაბალანსებული შემადგენლობასთან. მასტერშეფი ზაზა. აბა, მანდარ დაჯდე. დაღზე დაჯექი და იქ მოგიტან ჩაის. არა იყოს. რატო ბები, მოგენატრა ვირუსი და სიცხე? არ მაქვს სიცხე. ხო და ეხლა ხარ ზუსტად ყველაზე საშიში. ეხლა აფრქვევ ვირუსებს. ეგ მარტო მე ვარ ეგრე? თუ გეწაძეები. თუ ზოგადად ადამიანი. ой, ბები, რახან შენ გაიცინე, გენაცვალე შენ. სანდრო, კოკამ დამირეკა წერან. მე და კატო ძაღლის გასეირნებას ვაპირებთო და თუ გინდა არ მინდა, მეზარება. მე წაგიყვან, მა? არ მინდა, სამეცადინო აქვს. დედა, ჩემი სიკვდილი ამას ნამდვილად ვირუსია. აუ! აბა, როდის იყო ბები, შენ სამეცადინოზე ნერვიულობდი? უბრალოდ არ მინდა ამ ძაღლის ნახვა, არ შეიძლება? არ გინდა და ნუ წახვალ, კაცო, ვინ გაძალებს? რას გვეჭხუბებია? არ გვინდა ძაღლი. გადავიფიქრეთ. აი, რა სათავისოდ გამოზარდეთ ეს ბავშვები. მე ხო ყველაფერი მომისპო იმ ძაღლმა სახლში და ნერვებიც დამაგლიჯა და ეხლა აღარ უნდათ ძაღლი. კარგით, ბავშვები, ხა ბებოს ხათრით მაინც მოვიყვანოთ. არა, რომ არ იფიქროთ, რომ სპეციალურად გაგიკეთეთ სწორედ. აიო. მასადად ხო გითხარია რა. ვერა მეთქი, ვერა. ცოტა დრო უნდა მოცე, რა ზნო ვახილად თანხას მე ესე უცებ ვერ მოვაგროვებ რა. საღამოშვიდობის. ან სამზარეულოში სიბნელეში უნდა მჯდარიყავი და მე ჩურჩულა, ან ჩემს გაჩახჩახებულ აბაზანაში შემეძლო ადამიანურად მელაპარაკა. ამიტომ აბაზანა ავარჩია. ესე იგი გუშინდების მერე ბატონი ვანო ძალიან უცნაურად იქცევა. ყოველთვის უცნაური კაცი იყო, მაგრამ აი იმ ქალის გამოჩენის მერე განსაკუთრებით უცნაური, რაღაცნაირად აღელვებული მეჩვენება. ეს ლიზა და თამრიკო ხო ვერაფერს ვერ შეამჩნევენ, სანამ სასწრაფო არ დაჭერდა კაც, მანამდე ვერ მიხვდნენ, რომ ცუდად იყო.
ნუ რომც მიხვედრილიყვნენ პრინციპში რა უნდა ეკნათ. მე რო შევთავაზე ბატონო ვანო, ჩემი დახმარება ხო არ გჭირდებათ რამეში, თქო თავიდან მომიშორა. ძალიან კარგიც რომ მომიშორა, ეხა კი მოусმენდი, დავეხმარებოდი რაში ჩემეძლო, მაგრამ მაინც რა უნდა მეკნა, ჩემი გონება მთლიანად ელენეთი იყო მოცული. ხერა შეეხება ელენეს და ლევანს. მათთან ერთად გადარებულმა საღამომ ძალიან კარგად ჩაიარა. ელენა კი ამბობდა შეიცვალაო, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახი მაინც ჯობდა. მართლა შეიცვალა ლევანი. აი ესეთია სუსუსუსუ თავიდან დრო იყო, როცა გავიცანით. ძალიან მინდა. პრინციპში ყველაფრის თქმა მოვასწარი, რაც მინდოდა. მოვდივარდე? ბატონო ვანო, მაკავარ. ვიცი, მიწერია შენ ნომერი. როგორ ხართ? კარგად, როგორ უნდა ვიყო? რა ვიცი, ცუდად რო იყავით. წნევა რო ქონდათ. აღარ მაქვს. გაიგამეთ კიდე? არა, მაგრამ სასწრაფო ხო გამიზომო მეორედ. და აღარ მაქვს. ხო, მაგრამ რა მაგრამ? კარგად ვარ. წნევა არ მაქვს. ნუ ასე თუ გააგრძელებ დაკითხვა შეიძლება ამიწიოს ისე. კაი, უკაცრავად. კარგი. მადლობა მოგითხვისთვის. ბატონო ვანო, რამე თუ დაგჭირდებათ. ძალიან გთხოვთ დამირეკეთ, კაი? რა უნდა მჭირდეს? რა ვიცი, ხო შეიძლება წნევის გაზომვა დაგჭირდეთ, ან არ ვიცი, უბრალოდ ლაპარაკი მოგინდათ ვინმესთან. ღამე დაგირეკო და ვიჯორაოთ? რა ვიცი. კარგი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ძალიან კარგი. კარგი, მაშინ მშვიდობიანი ღამე. კარგად. კარგად. მათი, რატო არ გიზინებ? ვერ ვიცინებ. კარგად ხო ხარ გასო. მათი, სასწრაფოს დაურეკო? თუ ჩვენი წავი. არა, ვაიმე კოტიკო ბოდიში თუ შეგაშინე, არაფერი არ მჭირს. უბრალოდ კითხვები მაწუხებს. აგაშენა ღმერთმა, ოღონდ შენ იყავი კარგად და მკითხე რაც გინდა. არა, ვინმეზე რამე კი არ ვიცი. ისე ზოგადად. შენ გაიხარე ნათი, რომ ამ შუაღამისას ორსული ქალი ზოგად საკაცობრიო პრობლემებზე რო ფიქრობ. მე ძალიან მაწუხებს და რა ვქნა. აი სოლიან კაცს რაში უნდა ჭირდებოდეს დიდი ფული? რაშიც გინდა? ისე ნათი ზოგადად სოლიან კაცს უფრო ჭირდება ფული ვიდრე? არა, გავიგე რომ ჭირდება და საჭიროა, მაგრამ დიდი? შეიძლება ბიზნესის ამოწყებისთვის უნდა, ან სახლის ყიდვისთვის. ან მაინტერესებს ზუსტად. ან სახლის მშენებლობისთვის. ვითომ? ისე ძალიან პატარა სახლი კი აქვთ. იზია. ვაი, დაივიწყე რა. გთხოვ, არაფერი არ თქვამს. დაივიწყე ხო? შენ არინევრი ლუნათი. რომ ეხოცა დაიმახსოვრო, მაინც ვერ დავიმახსოვრებ ისე მეძინებ. ხო და დავიცინოთ. კოტიკო. ფოტოში რო გაგაღვიძე რა.